რომელი ხილია, რომელიც შეიძლება კიბოს კურნალობა? დიახ მეგობრებო. ხილი და ბოსტნეული ადამიანი წარმოდგენაზე არ არა, შეიძლება კიბოს კურნალობა. კიბოს უჯრედები უყვარს შაქარი, შედის ბუნებრივი შაქარი ხილში, მაგრამ მაინც ხილს შეუძლია რამოდენიმე ეგეთი უჯრედების მოკლა, რომელიც განვითარდება კიბოთი მეგობრებო. დღის ვიდეო ბოლომდე უყურე, რომელი ხილი არის ეგეთი, რომელიც კლავს კიბოს უჯრედს. ძივარ ერთ-ერთი ხის ქვეში, ჩემ სახში დათესილია ეს ხე მეგობრებო, მე ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანისთვის. WHO რამდენი ფული ხარჯავს, რომ ეს წამალი, ახალი წამალი, მაგრამ დიაბეტი და კიბოს წამალი რატო არ მოდის ბაზარზე? ეხლა ეს ყველა მიცი, რამდენი ფული დაიხარჯება. ჩვენ მობილური, პატარა მობილურით დავდიოდი. ტექნოლოგია იმხელა განვითარდა, მაგრამ რა მოხდა, რომ ეს ორი წამალი არ მოვიდა ბაზარზე. არის პრევენცია მარტო. ჭამე, იცოცხლე. თუ არა ჭამე, მოგდები. მაგრამ ბუნებრივი. მეგობრებო, საჭმელი არის წამალი. შეიძლება ბევრი დავადების კურნალობა არის მეგობრებო, კენკროვანში შავი მოცვი და შავი მაყველა. ეს ორი ხილი აქ შედის მეგობრებო, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდენტი, რომელიც ქვია ენთოსაინინს მეგობრებო. ენთოსაინინს აძლევს ის შავი ფერი. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდენტია, რომელიც ჩვენი ნაწლავში რო არის ბაქტერიები, ჩვენი ბაქტერიები მაგისი ყვებავია, მაგის საჭმელია. მაგას რო ჭამს, ანუ ჩათვალე მაგისთვის, როგორც ადამიანი, ახლა ქართველი ადამიანისთვის როგორც მწვადი და ხინკალია, ისევე ეს ნივთიერება, ეს ანტიოქსიდენტი არის ჩვენი ბაქტერიები, ანუ რომელიც კარგი ბაქტერია, მაგის საჭმელი. მაგას რო ჭამს, ესენი გამრავლდება, ანუ ერთი რო ჭამს ერთს და გამრავლდება 100-ად. ყოველთვის, როცა ცუდი ბაქტერია და ნაკლებად ბაქტერია ერთდროულად ბრძოლაშია, ეს ყველაზე ძლიერი ცუდი ბაქტერიებია მეგობრებო, კიბოს უჯრედებია. ეს ჩვენი კარგი ბაქტერიები ამ ნივთიერების გამო რომ გაძლიერდება, ეს მაგას შეჭამს. წამლის კომპანიები მეგობრებო ყოველთვის იციან, განაარიციან, ყველა მიცის ეს ყველაფერი, მაგრამ ესენი გაძლევენ თქვენ წამლის ფორმაში ეს ყველაფერი. კი არ გეუბნებიან ეს მე ეს მაყველიდან მოსული ვიტამინია, ეს მაყველა ეს მოცვიდან მოსულია. ლაბორატორიაში კეთდება ეს ყველაფერი, მაგის ექსტრაქტი გამოვა და თქვენამდე მოვა ეს წამალი, თქვენი ფიქრებს დავლებს ერთი წამალი და ვიკურნები. არა მეგობრებო, თავარია თქვენი ყოველდღიური საჭმელში გამოიყენე ეს ხილები, რომელიც დღეს ჩამოთვლით თქვენთვის და კიბოს რისკები ძალიან შემცირდება და ადამიანი ვისაც აქ უკვე და ბრძოლაშია ამ ცუდი დავადებით უფრო ადვილად გაიტანს ეს ყველაფერი. მარტო საჭმელის რო გაასწორო ეს ყველაფერი. მეორე არის მეგობრებო ციტრუსი, ლიმონი, ლაიმი, კრეიპფრუტი, ნებისმიერი ციტრუსი მეგობრებო. ციტრუსი არა მარტო გააძლიერებს თქვენი იმუნიტეტი, აძლევს საშუალებას ჩვენი გვიძლს, რომელიც გატეხო ეს ცუდი დაბადებული ჩვენი ორგანიზმში, ცუდი დაბადებული cells, ანუ უჯრედებს, რომ დეტოქსიფიკაცია უფრო სწრაფად გააკეთო. გაძლიერდება იმუნიტეტიც, გაძლიერდება ჩვენი კარგი ბაქტერიების, გაძლიერდება ჩვენი გვიძლი, გვიძლი მთავარია მეგობრებო. გვიძლი როცა ადამიანის კარგად მუშაობს, დეტოქსიფიკაცია, მაგას ზედმეტი არაფერი არ ჭირდება მეგობრებო. მარტო საჭმელი გვიძლი თავისი დეტოქსიფიკაცია თვითონ აკეთებს. არ ჭირდება მაგას სხვა წამალი, მაგრამ დამხმარე ჭირდება, რომელიც არის ციტრუსი, არის ბაყაყურა, არის ვადკაჭკაჭა, ბევრი ბალახით შეიძლება ეს პროცესი უფრო ჩქარა გავაკეთო. იმიტომ იყო პირველი იყო მოცვი, შავი მოცვი, მეორე არის მეგობრებო ნებისმიერი ციტრუსი. გამოიყენეთ თქვენი ყოველდღიური კვებაში და შემცირდება თქვენი კიბოს რისკი. სამი არის მეგობრებო ბროწეული. ბროწეულში შედის ერთ-ერთი ნუტრიენტი, რომელიც ეძახიან allergic მჟავა. მეგობრებო, კიბოს უჯრედი
ჩვენი ძამთელი უჯრედიდან მოდის. როცა ძამთელი უჯრედი გაპუჩდება, ცუდად გახდება და ბოლომდე არ მკვდება. გახდება ცუდად, მაგრამ მაინც შენარჩუნებთ. ეს გახდება კიბოს უჯრედი, მეგობრებო. მერე ჩვენი კვება აძლევს შაქარი, ადვილი ნახშირის წყლები და მერე განვითარდება და განვითარდება. ბროჭეულში ეს ნივთიერება რო შედის, მეგობრებო, ეს შეამცირებს ჩვენი ოქსიდური სტრესი და ჩვენი ოქსიდური სტრესი როცა იქნება, მეგობრებო, დაბალი, ჩვენი კარგი უჯრედი არ გავალ ცუდი უჯრედებისკენ. თუ წავალ, ანუ პროცესი არის, მეგობრებო, კარგი უჯრედები ჩვენი იბადება, მოკვდება, ახალი იბადება, მოკვდება. ეს პროცესია, მეგობრებო, მაგრამ ეს ბოლომდე როცა არ კვდება, ცუდი უჯრედები გახდება მერე ბოლოსკენ, მერე ქალებში, სხვადასხვა ადგილებზე, კაცებში. ანუ ყველაზე პირველი რისკია ქალებში მკერდის კიბო, კაცებში პროსტატის კიბო, მეგობრებო. გამოიკენე ბროჭეულის წვენით შეიძლება, მაგრამ ყოველთვის გირჩევს ნებისმიერი ხილის პირდაპირ უნდა ჭამო, არა წვენი. შეამცირებს თქვენი ცუდი დაავადების რისკს. აფთიაქსები რო იყიდება, მეგობრებო, ასაკის საწინამდგო კაფსულები ან წამლები, მეგობრებო. იქ წაიკითხე, ერთ-ერთი დიფტერება არის რისვერიტოლ, მეგობრებო, ფაიტონუტრენტია, ანტიოქსიდენტია, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მეტი სადიპოვება ვენახებში, კურძენში, მეგობრებო. კურძენს შეუძლია ადამიანი ხანგრძლივი ცხოვრება. მაგრამ ერთ-ერთი მინუსია, აქ ადამიანი როცა არის დიაბეტიანი, მაგისთვის ამ ხილების მიღება ზედმეტად არ შეიძლება. მაგრამ მაინც შეიძლება ოღონდ საწმელი წამის მერე. ვისაც არ აქვს დიაბეტი და გენეტიკურად თუ ფიქრობს, რომ შიში გაქვს ეს ცუდი დაავადების, მეგობრებო, კურძენი, ეხლა ჩემი თქმა არ უნდა აქ, რომ მეტი ჭამე კურძენი. საქართველოში საუკეთესო კურძენია, ყველა ადამიანი ჭამს კურძენი და იმ ნამდვილი კურძენით გაკეთებული ღვინო, საფერავის ღვინო, სხვა ღვინო, იმიტომ ეძახიან ღვინო, სუფთა ღვინო არის კიბოს საწინამდგო, მაგრამ არსებობს დოზიერება, მეგობრებო. ყოველთვის გრამობით არის წამალი, ზედმეტი არის შხამი. ბოლოს, მეგობრებო, ყველანაირის ბოსტნეულის კრება. ყოველთვის საწმელის წამის წინ მე ნებისმიერი დაავადებით ადამიანი ჩემთან რომ მოდის, მე იმას პირველ რიგში ვეუბნები, ჯერ პირველი თებში ჭამეთ სხვადასხვა ბოსტნეული. ეს რატო ვეუბნები, მეგობრებო, იცი? აქ მეტი მეცნიერება არ არის. ის ნაჭამი ბოსტნეული შეამცირებთ, ანუ ნაჭამი გლუკოზა ყველაფერში შედის, მეგობრებო, გლუკოზა ყველაფერში. გლუკოზა იმ უჯრედებამდე რო არ წავიდეთ. ერთი გზა არსებობს ნებისმიერი ბოსტნეული. ჯერ ბოსტნეული ჭამე სოცხალი, მერე ჭამე საწმელი. იმ კიბოს დაბადებული ცუდი უჯრედამდე, აი ესე უნდა გააჩეროთ, იქამდე არ წავა გლუკოზა, ან წავა ნაკლებით დონეზე, ეს თვითონ მოკვდება. ერთი გზა არსებობს, გლუკოზა ნაკლებად წავიდე იქამდე. და ეს ჩამონათული ბოსტნეული და ხილი ჭამე, მეგობრებო, ყოველთვის იქნები ძამთელი და ბედნიერი. კარგად იკავი და გააზიარეთ მეგობრებში აუცილებლად ვიდეო.